ესე იგი, ამ გაყალბებული ისტორიის ბრტყელი დედამიწის მატრიცის და რაღაც ამბებში, ამ მიმართულებების და კონტენტების ამბებში რომ გონია რომ მეტმა რაღა უნდა გამაკვირვოს თქო და მეტი რაღა უნდა იყოს ამაზე იქით თქო, სულ უფრო და უფრო უარესებს ვაწყდები. ამ მაგაც მე თვითონ მატრიცულ ვიდეოშიც მოგიყვებით. მატრიცაში ინფორმაციები ეტაპობრივად ნელ-ნელა როგორ შემოდის მოთამაშესთან რა. ხო და ეხლა TikTok-ზე მიჩვენე ერთი გვერდი, ალბათ YouTube-დან არის განმოკოპირებული ვიდეოები. საბჭოთა კავშირის მასშტაბით მეტროები რო შენდებოდა იქ უკრაინაში, მოსკოვში, კიევში და რამდენიმე მეტრო და რამდენიმე რაღაც შახტები და რაღაცები რო ამოთხარეს, ისეთი შოკის მომგვრელი ამბებია დატრიალებული ხალხნო. აი მეტროს რასაც ვკითხულობთ, მანდ რაც წერია, ეგ არაფერი ფანტაზია არ ყოფილა რა. ეგ აი მსგავსი ფაქტები რა, ეხლა სიუჟეტი მოგონილია, მაგრამ მსგავსი ფაქტები მართლა არის მომხდარი მეტროების მშენებლობების დროს. უამრავი სახის ანომალია, უამრავი სახის პარანორმალური აქტივობები. ოღონდ აშკარად რომ მიწის ქვეშ ტექნიკები რო ჩაუვარდათ და ანუ გავგიჟდი რეები მოვისმინეთ. თან ეს კონსპირაციული თეორიები კი არ არის ხო? ეს არის ესე იგი არქივებში შენახული მასალები და მე არ მინახავს ეს არქივები, მაგრამ აი ყვებიან რა. რეებიც არის მომხდარი. 100%-იანი მიწის ქვეშ არის ცივილიზაციები რა. დაჟე რაღაცა პატარა მეტრა 130 სანტიმეტრის სიმაღლის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობდნენ, შახტები გაყავდათ. ბევრი დაიკარგა, ბევრი მოკვდა, ბევრი გაუჩინარდა. სამუშაო ბრიგადები, რეები არის მომხდარი და კანალიზაციაზე რო გვექნება ვიდეო, აი ეგ ერთ-ერთი ვერსია თუ სად მიედინება კანალიზაცია, აი აქ უკვე აი სულზე მომისვა ამ ინფორმაციამ, აქ უკვე დადასტურდა რომ ერთ-ერთ ქალაქში მეტროების და რაღაცების მშენებლობის დროს კანალიზაცია მიდიოდა მიწის ქვეშ და სრულიად მთელი ქალაქის კანალიზაცია და იკარგებოდა სრულიად. და ერთი ახალგაზრდა ინჟინერი იყო დანიშნული, შენახული მაქვს ეს ვიდეოები ვთარგმნი რა. და ის იმ ტიპმა არაფერი არ იცოდა, გაგიჟდა, სად მიდისო ამ მთელი ქალაქის კანალიზაცია მიდისო და იკარგება სადღაც სიცარიელში, ჩვენს მიწის ქვეშ ზღვა ხო არ არისო. ხო და აი ძალიან ბევრ ამას აიხადა ფარდა, ჯერ ვარ დამიდებს ვიდეოები, ესე იგი იმის ფაქტებიც ვნახე უკვე რა. კაი მასალები იქნება, მალე ცოტა ხმამ გამიაროს, გაცემული ვარ ცოტა სურდომად. ამ დღეებში დავდებ მაგარ მასალებს.